წარმოდგენილი შესაბამისად მტკიცება ორაპატრიოტებისა რომ ეს არა ქართულია რაღაცა ღიმილის მომგვრელია და მე ვფიქრობ რომ აკადემიური გამოცემებით, კვლევებით, აი ინტერნეტის აი გვერდების შექმნით გასაკეთებელია აი სწორედ მე მინდა ხაზგაუსო დაბალანსებული არა ორაპატრიოტული ქართული მხრივ არც სომხური მხრივ აი აკადემიური რა გვაქვს გასაყოფი დიდი ისტორია აქვს სომეხერსაც და ჩვენს გვაქვს დიდი ისტორია და თქვათ სიმართლე თქვათ რეალობა ისტორიის გაყალბებით და დღეს აწყო არ შეიცვლება უბრალოდ დამატებითი ნებების ბაზა ხდება, ასე ვთქვათ, მარცხნივ თუ მარჯვნივ გადახრილი ინფორმაციები. ამიტომ ჩვენ გვაქვს საკმაოდ კარგი საფუძველი ვისაუბროთ ამ ტაძრების არქიტექტურა რომ ქართულია, წარწერების ქართულია, საფლების ქართულია, იქ მიმოქცეული სულის ქართულია, ნუ სახელმწიფოს საზღვრების სხვა არის, მაგრამ დღეს საზღვრების საერთოდ კარგავს 100 თანამედროვე ინტერნეტის სივრცეში, თანამედროვე სამყარო არის სამყარო საზღვრების გარეშე, რკინის ბადეების გარეშე, რაც არის რკინის ბადეები, ეს მალე ალბათ აღებული იქნება ჩვენს ჭიდრომეზობელთან. ასე რომ მე ვხედავ რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ისტორიული გაგებით შეიძლება არ იყოს დღეს ისეთ როგორიც არის, მაგრამ ამ ისტორიულ მთლიანობას მოიცავს საქართველოს ეკლესიის ეპარქიები, ანუ არის საზღვრები ეპარქიებისა, რომელიც ქართულ კულტურას მოიცავს და სახელმწიფოს საზღვრები მაინც პირობითი იყო, პირობითი არის და პირობითი იქნება. ასე რომ ქართული კულტურა, ქართული ძეგლებია, ქართული ენა არის. მე ერთი შედარება გავაკეთე ერთ-ერთ ჩემს წერილში, რომ აი ქართული ასოებია და მათ ალბათ მე ასე ვთქვათ, ესე შევადარ რომ ამ ქართულ ასოებს ეს სიამოვნებოდა ჩვენი ქართული ხმების იქ მისვლა, ჩვენი სტუდენტების ხმების სახით, ანუ ახმიანდა ეკავება ქართულად და ეს უტყვი ასოებიც გახმოვანდა იმ ჩვენი მისვლით და მისვლა აუცილებელია ხშირი მისვლა ჩვენი ახალგაზრდებისა თუ სხვა თაობების ადამიანებისა, რომ იგრძნონ იქაურმა ჩვენი წინაპრების ძვლებმა თუ სულებმა, რომ ჩვენ მათ ვაგრძელებთ და ჩვენ მათი ღვაწლი არ დაგვიკარგავს. ძალიან დიდი მადლობა. მადლობთ რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. მე შეგახსენებთ რომ ჩვენთან სტუდიაში სტუმრად იმყოფებოდა ქართველოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი ბატონი ტარიელ ფუტკარაძე და ასევე მოძრაობა დავითიანის პრეზიდენტი კოტე სვანეძე. ჩვენ რამდენიმე წუთში ძრფას ტელემაყურებლობა გადაცემის მეორე სტუმარი შემოგვიერთდება.